ადამიანი რომელიც ვესწრები ამ პროცესებს რომელსაც ჩვენ ვაშუქებთ რა თქმა უნდა ასევე ვალდებულება მოგზა პასუხისგებლობა რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამას უკვე ტელევიზიის ეთერით პირდაპირ ეთერში უფლებადამცველები იქნებიან ესენი ბრალდებულები იქნებიან პროკურორები იქნებიან ესენი თუ სხვა რიგითი ჩვეულებრივი სტუმრები და ადამიანები ყველაზე მთავარი არის რომ ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული სიმართლეზე მოსამართლე რომელიც უძღვება ამ პროცესს სასამართლო პროცესს ესწრება როგორც დაზარალებული ოჯახის წევრები შავოსანი დედები იქნებიან დები იქნებიან ოჯახის წესები ასევე რა თქმა უნდა მოსამართლე უყურებს მეორე მხარეს არანაკლები ტრაგედია როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი და მისი ოჯახი და მათი ოჯახის წევრები აი ამ საშინელი ბრალის ქვეშ არიან მოსამართლემ არაერთი განმარტება გააკეთა და რა თქმა უნდა გაითავისოს ყველა რომ თუ გვინდა მოვისმინოთ და ვნახოთ სიმართლე და ჩვენ ამ შემთხვევაში ყველა ერთი მხარეს და მეორე მხარეს ჟურნალისტები რომლებიც უყურებთ და ვაშუქებთ კიდევ ერთხელ ვამბობ მორალური მოვალეობა და შინაგანი რწმენითაც რომ კეთილსინდისიერად გავაშუქოთ ის რა ხდება ყველაზე მთავარი არის ის რომ მიეცეს საშუალება სასამართლოს მოსამართლეს ადვოკატებს და პროკურორსაც რომ ნორმალური გარემო იყოს. მოსამართლე როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს მართლა ობიექტური გადაწყვეტილება, არ ვიცი, ძალიან არ მინდა რომ პროცესები ისე დაიხუროს, რომ არ მოგვეცეს ჩვენ საშუალება, მაგრამ ის რომ მოსამართლის არაერთი განმარტება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლის. გინდა ერთი მხარე იქნება თუ მეორე მხარე. და ჩვენ კარგად ვიცით, ზუსტად ვიცით, რომელ მხარეზეც არის ლაპარაკი, ხო? ისინი პირდაპირ მტრები იქნებიან, იმ თავისი ოჯახის წევრების იქნება დაზარალებულის თუ მეორე მხარესაც ასევე ბრალდებულები. უბრალოდ ჭირდება ამ საქმეს იმ გადაწყვეტილებასაც მოსამართლემ უნდა მიიღოს, ჭირდება ნორმალური გარემო. თუ დაიხურება სტომა და ამას მიაღწევს ზოგიერთ ეს ხტომა დაზარალებულისთვისაც ხო დაიხურება. ამათ ეგ ინტერესი აქვს რომ დაზარალებულისთვისაც დაიხუროს და ისევ გააგრძელონ ტყუილების შეფუთვა და მიწოდება. აი ეს აქვს ამათ. ამიგეთ? ეს არის მიზანი. ამიტომ მე მინდა აქედან მივმართო მოსამართლეს ეს ვერ შეიძლება ვერ ძეწოლად, ვერც რაიმე მითითებად. უბრალოდ მე მინდა მივმართო მოსამართლეს რომ დარწმუნებული ვარ ის ამჩნევს ამ ყველაფერს განვითარებულ მოვლენებს, რაც დარბაზის მიღმა ხდება და მინდა უბრალოდ ჩემი ხმა გავაჟღერო, როგორც ადვოკატის, როგორც უფლებადამცველის, რომ მავანის ინტერესშია, რომ თუ სტომა დაიხურება, ის დაიხურება რა თქმა უნდა დაზარალებულისთვისაც და გააგრძელონ ტყუილების ტირაჟირება. რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან საფუძველი არ იქნება და არც არის იმისი რომ რაიმე მიზეზი გავხდეს სტომის დახურვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აი ამ სამარცხვინო მიზანს რაც ზოგიერთს აქვს სტომა დაიხუროს, რათა ტყუილების ტირაჟირება განაახლონ, ხო? აი ამ საშუალება არ მიეცემათ და სასამართლოს სტომას არ დახურავს.